იპოვეთ კუბური ფესვი -353. ესე იგი, ჩვენ უნდა მოვძებნოთ რაღაცა რიცხვი, რომელიც სამჯერ თუ გავამრავლე თავის თავზე, მივიღებ -353-ს. ისევ ყველაზე კარგი გზა ჩემი აზრით ასეთ დროს არის რომ უბრალოდ მომრავლებად დავშალოთ და დავაკვირდეთ მის მომრავლებს, ხო? ანუ რიცხვი დავშალოთ მომრავლებად. ახლა რადგან მინდა რომ ეს რიცხვი დავშალო მე მომრავლებად, ამიტომ პირველ რიგში მოვიქცევი ასე, ცალკე დავწერ -1-ს და ცალკე დავწერ 353-ს და 353-ს მივხედავ. ასე მირჩენია, ასე უფრო მოსახერხებელი არის და თან ვიცი რომ -1-დან ცალკე შემიძლია ამოვიღო კუბური ფესვი. ნუ ეს ყველაფერი გამოჩნდება. ახლა 353 შევხედოთ. 353 ვიცი რომ არ იყოფა 2-ზე, იმიტომ რომ არის კენტი. არ იყოფა 3-ზე, იმიტომ რომ ამ ციფრების ჯამი, ანუ 3 + 4 + 3 არის 10 და 10 არ იყოფა 3-ზე. შემდეგ 4-ზე არ გაიყოფა, იმიტომ რომ 2-ზე არ იყოფა. 5-ზე არ იყოფა, იმიტომ რომ 0-ით ან 5-ით არ ბოლოვდება. 6-ზე არ იყოფა, იმიტომ რომ 2-ზე არ იყოფა და 3-ზე არ იყოფა. ეხლა ნახოთ 7. გაიყოფა თუ არა 7-ზე. ესე იგი, მე მაქვს 343, რომელსაც ყოფ 7-ზე. 34-ში 7 მოთავსდება 4-ჯერ, ეს იქნება 28. 34-ს გამოკლებული 28 არის 6, 3-იანი ჩამოგვაქვს და 63-ში 9-ჯერ მოთავსდება, ამიტომ ეს არის 63 და უდრის 0-ს, აი ესე. ზუსტად მოთავსდა 59-ჯერ. ანუ გამომივიდა რომ 343 არის 7-ის და 49-ის ნამრავლი და 59-ზე ვიცი რომ ეს არის 7-ჯერ 7. ესე იგი მქონია მე 3 ცალი 7-იანი ამ ნამრავლში და -1. ახლა მოდი გადავწეროთ ეს გამოსახულება ისე როგორც წარმოადგინეთ, ანუ გადავწეროთ აი ესეთი სახით, რომ გვაქვს კუბური ფესვი -1-ჯერ 7-ჯერ 7-ჯერ 7-დან, ხო? ახლა ეს შემიძლია ცოტა უფრო გავამარტივო როგორ? ამას გავხლე ორ ნაწილად და ვიტყვი რომ ეს არის იგივე რაც ნამრავლი ორი კუბური ფესვის. ერთი კუბური ფესვი იქნება -1-დან და მეორე კუბური ფესვი იქნება 7-ჯერ 7-ჯერ 7-დან. ესე იგი 3 7-იანის ნამრავლი გვაქვს აქ. ახლა უკვე შემიძლია ცოტა გავიმარტივო საქმე, იმიტომ რომ რა ვიცი ამაზე? ვიცი რომ -1-დან კუბური ფესვი არის -1, ხო? -1-დან კუბური ფესვი არის -1. ამიტომ -1-ს დავწერ აქ, ეს არის -1 და კუბური ფესვი 7-ჯერ 7-ჯერ 7-დან რა იქნება? 7-ჯერ 7-ჯერ 7 რა არის? ეს არის 7-ის კუბი. ანუ მე რეალურად 7-ის კუბიდან კუბურ ფესვს ვიღებ, რაც პირდაპირ მომცემს უბრალოდ 7-ს, ხო? მხოლოდ 7-ს. ანუ 7 რომ გავამრავლო თავის თავზე, ნუ 3 7-იანი რომ გავამრავლო თავის თავზე, მივიღებ აი ამ ნამრავლს, აქედან კუბური ფესვი არის 1 7-იანი. ანალოგიურად 3 -1 რომ გავამრავლო თავის თავზე, მივიღებ -1-ს და აქედან კუბური ფესვი არის -1. გამომდის რომ მქონია -1 და 7-ის ნამრავლი, რაც უდრის უბრალოდ -7-ს. ესე იგი გამომივიდა რომ აი ეს გამოსახულება, რომელიც სხვაგვარად შემიძლია ჩავწერო როგორც -343 ხარისხად 1/3 არის -7-ის ტოლი. ანუ -7 არის -343-ის კუბური ფესვი.